ძალიან საინტერესო აღმოჩენა გვაქვს ჩვენთან ტყეში, ეხლა ვართ კახეთში და არის აი ესეთი ოქროსფერი კალმახასოკო, თუ არ ვცდები, პლეუროტუს ან ციტრინარი ან რაღაცა მსგავსი არის რა. აღარ მახსოვს ზუსტი სახელწოდება, ხთან ინტერნეტი არ მაქვს ვერ შევამოწმე, მაგრამ არის აი ესეთი ძალიან მაგარი სოკო. არც ვიცოდით საქართველოში საერთოდ თუ იზრდება ან თუ არის აღმოჩენილი ოდესმე, მაგრამ ფაქტია, რომ აი ძალიან ლამაზი ჯანმრთელი ოჯახი იზრდება აი ეგრე ყვარელში არის ამ ტყეებში. ეხლა ვუჭრი აი ამ ერთ ოჯახს, რომ გაჩვენოთ. ესე იგი. აი დააკვირდით, აქვე დავდებ. ცოტა უკვე ძველია, ნაჭამი აქვთ ჭიებს. კარგად აქვთ ნაჭამითან. აი გამოჭმული არის, მაგრამ ჩვეულებრივი კალმახასოკოა, როგორიც გინახავთ მეგობრებო, ხის სოკო უამრავი გაქვთ ნანახი, დარწმუნებული ვარ. ცოტა ნაცრისფერი რუხი, მოყავისფრო, მაჩალოც, მაგრამ ესეთი არ ვიცი გაქვთ თუ არა ნანახი. ეს არის ჩვეულებრივი ოქროსფერი კალმახასოკო, იგივე golden oysters ეძახიან ამას, yellow oysterსაც. ასე რომ არის ესეთი ძალიან ლამაზი ოჯახი. ეხლა დავასურათებთ რაღაცებს და ვარე მე სურათებათაც დავდებთ სოკოების ჯგუფში. ვიმყოფებით კახეთში, ტყეში და აჰა. აი როგორი ტყის ქათამი გვაქვს მეგობრებო. ძალიან მაგარი, ძალიან ნორჩი და ძალიან გემრიელი. მე ამის რეცეპტი მიდევს მეგობრებო, როგორ უნდა გააკეთოთ თუ იპოვით ამ სოკოს, მაგრამ ეს არის უბრალოდ ძალიან კარგი. აბა ნახოთ, ვაგრძელებთ ნადირობას, არ ვიცით რა იქნება კიდევ, შევხედოთ. ეხლა ვიმყოფებით ისევ კახეთში ტყეში და აი ვიმყავს სტუმრად. ეს არის მეგობრებო ყველის სოკო. ლენტინუს ტრიგოსუს არის, ადრე იყო პანუს რუდისი და არის ძალიან საინტერესო სოკო. ყველის სოკო, იმიტომ ქვია, რომ ადრე ამ სოკოს იყენებდნენ როგორც მაგალითად პეპსინს, ეხლა როგორც ვიყენებთ ჩვენ. დაახლოებით იგივე ფუნქციით, ეს იყო რძის მკვეთი და ზუსტად როგორც ხვდებით, ეგ არის, ან როცა რძეში ამ სოკოს ფხვნილს, ანუ გამხმარს და მე დაფქულს ჩაყრიდნენ, ის რძეს კვეთდა და აკეთებდნენ ყველს. ამიტომაც ქვია ესეთი ძალიან საინტერესო ყველის სოკო. არის ესეთი ფირფიტები, ნახეთ, როგორი აქვს. შეიძლება ვიღაცას ეგონოს კალმახასოკო, მაგრამ ეს არ არის არც კალმახასოკო, არც ასე ვთქვათ, საჭმელად არ გამოიყენება იდეაში. ნორჩები რო არის საკმაოდ რბილია, მაგრამ მაინც ძალიან რეზინასავით არის. ფეხს ახ როცადო ხელით ვერ გადავწყვეტ, ვერაფრით დანა უნდა დავეხმარო, რომ გადაწყდეს. საკმაოდ მყარი ფეხი აქვს, საკმაოდ, ანუ ჩვეულებრივი რეზინასავით არის მეგობრებო. მაგრამ თავისი დანიშნულება აქვს. ვისაც მაგალითად ბიო ყველის მოყვანა გინდათ, ამოყვანა, აი მეგობრებო, არავითარი პეპსინი, არავითარი ქიმია. ამ სოკოს გააშრობთ, დაფქვავთ და გექნებათ ყველის მკვეთი. რძის მკვეთი უბრალოდ ყველის ამოსაყვანად. ყველის სოკო, მაგრამ ძალიან ლამაზები არის, ძალიან. მოვდიოდით აქეთ ტყეში და აი მეგობრებო რა შეხვდა. აი ყურივით სოკოები, იუდას ყური. აურიკულარია, აურიკულა ჯუდაე არის ამ სოკოს ლათინური სახელწოდება. ცოტა უკვე დაბერებულებია, მაგრამ აი ეგეთებია. კი, შოთაშორის იჭმევა. აზეურ სამზარეულოში ხშირად გამოიყენება, მეც. ხო, მე მომიმზადებია შოთაშორის სახლში დაკრეფილი, თბილისში დაკრეფილი. ეს დაუბრუნეთ თავის ადგილს.
სხვადასხვა ძალიან კაი ის არის. საინტერესო კონსტიტუცია აქვს. მეგობრებო, ნახეთ რამ ხელა კოლონია გაიჩითა. ყველის სოკოსი უბრალოდ რაღაც სასწაულია, ნახეთ. და სულ ფრეშები. ნახეთ. ამა შეხედეთ, უბრალოდ რა ლამაზი არის და როგორ ნორჩები არის. გაზაფხულიდან რო იწყება შემოდგომამდე დიდი წვიმების შემდეგ თითქმის ყველა ხეზე შეიძლება ნახოთ ამ ხელა კოლონიები ყველის სოკოსი. ძალიან მაგარია. ნახეთ უბრალოდ შეხედეთ. ძალიან მაგარია. მეგობრებო, ნახეთ როგორი ყურასოკოები არის. აი აქეთაც. მოდი გადავინაცვლოთ და აი ეს ნახეთ რამდენია მეგობრებო, ნახეთ. ოჰოჰო. ნახეთ მეგობრებო, რა ზომები არის. სასწაული, კარგი ფრეში ყურასოკო გვაქვს პირდაპირ ეთერში. აი ხა ამას დავკრებთ, ნახეთ, უბრალოდ შეხედეთ. ძალიან კარგებია. შვენიერია. იუდას ყურები ქვია მეგობრებო, აი ამ სოკოებს რო იცოდეთ და იზრდება ხეებზე ესეთ სეზონებში კარგი წვიმების შემდეგ. აი ესეთი არის. აბა გადმოვაბრუნე. ნახეთ როგორია. სასწაული ზომებია და ძალიან ფრეში არის. მაგარია. აი ახლა ვართ მეგობრებო ყვარლის ტყეში და ძალიან საინტერესო სოკოები გვაქვს დაკრეფილი. ეს არის აქ ტყის კათამი არის, სხვა რაღაცებიც არის, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესი აი ეს სოკოა. ეს არის მეგობრებო იუდას ყური, ასე ვთქვათ, ყურასოკო. ესეთი არის. აი ნახეთ, ხეებზე როგორ იზრდება. აი ესეთია. ლათინური სახელწოდება არის აურიკულარია, აურიკულა ჯუდაე. აურიკულარია და აურიკულა ორივე მომდინარეობს სიტყვიდან აურუსი თუ არ ვცდები ლათინურად, რაც ნიშნავს ყურს და საინტერესო ისტორია აქვს. რა არის? მანდაც არის? მანდ მოვალ. ჩავწერ ამ რაღაცას და მოვალ. ხო და ესე იგი, რატო ქვია ესეთ სახელი? აურიკულარია, აურიკულა ჯუდაე, ალბათ ხვდებით რომ ყური და იუდა არის ნახსენები ერთად მეგობრებო. და საინტერესო ისტორია აქვს, რომ ეს არის იუდას ყურებს ეძახიან. და ეძახიან იმიტომ ამ სოკოს იუდას ყურებს, რომ გადმოცემის თანახმად ხე, რომელზეც თავი ჩამოირჩო იუდამ, როცა გააცნობიერა თავის დანაშაული, მას შემდეგ ისხამს აი იუდას ყურებსო. აი შეხედეთ როგორი ფორმა აქვს. მართლაც გავს ყურებს თავისი ასე ვთქვათ ბიბილოებით და ასე შემდეგ. აი ამ თავის ფორმებით, ნახეთ. აი ამ შეხედეთ. ესეთი რაღაც არის. ეს სოკო ეს ჩვენი ჯიგარი გამოიყენება აზიურ სამზარეულოში ხშირად ნახავთ. წყვილცხარე სოუსთან, ბრინჯთან, ქათამთან ერთად. და ძალიან სპეციფიური გემო აქვს, მოთუშული არის. მოთუშავ გემრიელად და მე მომწონს ძალიან. ჩვენ ხშირად ვიყენებთ ხოლმე, გამოგვიყენებია ადრეც გავიკეთებია სახლში ჩემი დაკრეფილიც, აზიურ სამზარეულოშიც, რავი. მე მიჭამია რესტორნებშიც მაგალითად. აი ესეთი ჯიგარი იუდას ყურები მეგობრებო. ასე რომ თუ ნახავთ ასეთ სოკოს, აი ასეც იქეთ კიდევ იქნება, ეხა მეძახიან და დავკრებთ ამასაც. აი, მოუჭერით და აგერ არის. აგერ არის ძალიან მაგარი. წავა კალათში. იქით მეძახიან ბიჭები და წავალ იქეთაც დავკრებთ ხა. ძლებს ტყეში სიარულს და მოვედით ძალიან საინტერესო ადგილზე და აი მეგობრებო. ესეც არის ნახეთ რამდენი იუდას ყურებია. ხედავთ ხეზე. ხეს აქვს გამოსხმული უამრავი ყურა სოკო და ძალიან ყურადღებით გვისმენს ეს ტოტი მეგობრებო. აი აქეთაც ესეთი იუდას ყურები გვაქვს. აი აქ. აი აქაც. მოკლედ ესეთი ძალიან კარგი სოკო არის. თუ თქვენს ნახავთ, შეგიძლიათ მოძებნოთ აზიური სამზარეულოს ძალიან საინტერესო რეცეპტები და თქვენ შეგიძლიათ ის ამონოთ ამ სოკოთით კბილცხარე შოუში. აი მეგობრებო, ეს არის
ჯადოქრის კარაქი, იგივე ტრემელა მეზენტერიკა, რომელიც ასევე ამ პერიოდში იზრდება ძალიან ხშირად, როცა ბევრი წვიმები არის და დიდი ნალექის შემდეგ ხეები, ტოტები რო სველდება, ესე ამოდის. ჯადოქრის კარაქს ალბათ რატომაც ეძახიან ლოგიკური არის. ყვითელია და ტყეში არის. ძალიან საყვარელი ჟელესავით სოკოა. ვაგრძელებთ აბა ნადირობას რა გამოვა. აი ესე ტყეში შევხედოთ